მეგობრებო, მოგესალმებით. მე ვარ ელენე და ამჟამად სწავლობ გერმანიაში, ქალაქ აიხშტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. სანამ ვსწავლობ და სანამ ძალიან მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის პატარ-პატარა ამბები, ის ყველაფერი, რასაც უნივერსიტეტში მასწავლიან და ის, რასაც ჩავთვლი, რომ შეიძლება თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. თქვენ მაინტერესებს წარმოგიდგენიათ თუ არა, რომ ახლა 21 საუკუნეში 11 თვის ბავშვი დასვათ და გამიზნულად შეაშინოთ, თან მეცნიერების სახელით. ამ შეკითხვაზე ჯერ კიდევ 1919 წელს პასუხი გასცეს მეცნიერებმა უოტსონმა და რეინერმა ჰოპკინსის უნივერსიტეტში, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი, ჯანმრთელი 11 თვის ბავშვი, პატარა ალბერტი, რომლის სახელი და გვარიც არ ვიცით და ბევრი სპეკულაცია მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ, დაესვათ და შემდეგ შეკითხვაზე გაეცათ პასუხი. შეიძლება თუ არა ადამიანებში შიშის კონდიცირება და შეიძლება თუ არა შიშის გენერალიზება. ანუ შეიძლება თუ არა ადამიანს წარმოუქმნათ ისეთი ნივთის, საგნის ან ცხოველის შიში, რაც მას ჯერ არ აქვს და შემდეგ ეს შიში განვაზოგადოთ. რაში მდგომარეობდა ექსპერიმენტი? ეს ჩვენი 11 თვის ალბერტი დასვეს ოთახში და შემოუყვანეს თეთრი ვირთხა, რომელსაც ბავშვს არანაირი რეაქცია არ ჰქონია. თუმცა შემდეგ, რამდენიმე ვირთხის წარდგენის შემდეგ, მომენტში, როდესაც ოთახში შემოიყვანდნენ ვირთხას, ამ მომენტში ხმამაღალ ხმაურს რკინის ჯოხით იწვევდნენ ცდის ხელმძღვანელები, რითაც რა თქმა უნდა ბავშვს ეშინოდა და უკვე მესამე ცდაზე ალბერტმა დაიწყო ტირილი, აღარ უნდოდა ვირთხასთან თამაში, აღარ უნდოდა ვირთხის მოფერება. მოკლედ დამტკიცდა, ასე ვთქვათ, ის, რომ შეიძლება ადამიანებს, ამ შემთხვევაში ბავშვს, უნდათ ისეთი რაღაცის შიში, რაც მანამდე საერთოდ არ ჰქონია. ახლა კი მოგიყვებით შიშის გენერალიზებაზე, ანუ შიშის ფენომენის განზოგადებაზე. შეიძლებოდა თუ არა, რომ ალბერტს იმის გამო, რომ თეთრი ვირთხის უკვე ეშინოდა, სხვა თეთრი საგნებისაც შეშინებოდა და ამისთვის მას წარუდგინეს რამდენიმე საგანი, რამდენიმე ცხოველი. ცხოველებს შორის იყო მაგალითად თეთრი ბაჭია, თეთრი ძაღლი, ხოლო საგნებს შორის იყო თეთრი ნიკოლაუსის ნიღაბი, რომელიც სიმართლე რომ გითხრათ, იმდენად საშინლად გამოიყურება, რომ ახლა მე თვითონ შემეშინდებოდა მისი და აგრეთვე თეთრი ფერის პალტო. ალბერტს ცხოველებზე და პალტოზე ჰქონდა საკმაოდ ძლიერი შიშის რეაქცია, ხოლო ნიღაბზე ასევე შეეშინდა, მაგრამ ნაძლიერი რეაქცია არ გამოუხატავს. რა თქმა უნდა, ამჟამად ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ამ სახის ექსპერიმენტები ჩავატაროთ, იმიტომ რომ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვასთან ერთად შეიძლება თუ არა ამ ნაბიჯების უკან გადადგმა, შეიძლება თუ არა რომ ალბერტს ის შიში დაემარცხებინა, რაც ამ ექსპერიმენტის შედეგად შეიძინა. ამ კითხვებთან ერთად საერთოდ ჩვენთვის უცნობია პატარა ალბერტის ბედი. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვფიქრობ ყველა პირველკურსელი ფსიქოლოგიაზე, ვინც სწავლობს ამ ისტორიას, მაინც ძალიან საინტერესო შეკითხვა რჩება და სადავო შეკითხვა. შეიძლება თუ არა, რომ ადამიანებმა ჩაატარონ ექსპერიმენტები ცხოველებზე, რომლებსაც არ აქვთ უარის თქმის უფლება ამა თუ იმ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე და მაინტერესებს თქვენი აზრი, გამიხარდება თუ კომენტარებში დაწერთ ამას, რამდენად უნდა იყოს ეს ყველაფერი დაშვებული და სად გადის ზღვარი თქვენი აზრით. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის, ვინც ბოლომდე უყურა ვიდეოს. შემდგომში შემოგთავაზებთ ვიდეოს მილგრამის ექსპერიმენტზე, რომელიც აგრეთვე ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია და აუცილებლად გამომიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო მომავალ შეხვედრამდე.